ბათუმი და მისი გარეუბნები, ჩაისუბანი, ადლია, ქვედასამება, ეგრეთ წოდებული გარადოკისა და ლუდის ქარხნის დასახლებები, ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ფერია. ეს ის ადგილებია, რომელიც უკვე 150 წელზე მეტია აფხაზებითაა დასახლებული. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზი ეთნოსი გაქრობის წინაშე დადგა. რუსეთის ანტიკავკასიური იმპერიალისტური პოლიტიკის შედეგად მრავალი 1000 აფხაზი სხვა კავკასიელ ხალხებთან ერთად იძულებით გადაასახლეს თურქეთში. რუსების კოლონიზატორულ პოლიტიკას აფხაზების მონათესავე უბიხი ხალხი კი მთლიანად შეეწირა. ეს პროცესი ისტორიაში მუჰაჯირობის სახელითაა ცნობილი. თავის დროზე მუჰაჯირობის წინააღმდეგ მხოლოდ ქართველობა გამოვიდა. ჩვენმა საზოგადო მოღვაწეებმა კალმით გამართეს ბრძოლა მოძმე აფხაზების გადასარჩენად. უშეღავა თუ და მკაცრი ბრძოლა გმირობის ტოლფასი იყო, რადგან რუსეთის იმპერიის კოლონიზატორული პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. სწორედ ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების ძლიერი პროტესტისა და სათანადო საინფორმაციო მუშაობის შედეგად შენელდა მუჰაჯირობა აფხაზეთიდან და შემდეგ საერთოდ შეწყდა. მუჰაჯირობის დროს გადასახლებულთა ნაწილი დევნის მიუხედავად უკან დაბრუნებას ცდილობდა. ზოგიერთი მათგანი კი იმ იმედით, რომ მალე დაუბრუნდებოდა საკუთარ კერას, ბათუმის სანაპიროზე დასახლდა. ასე მოხვდნენ აჭარაში აფხაზი მუჰაჯირები და ახლა უკვე მათი შთამომავლები. 1877 წელს, როდესაც მეფის რუსეთის მიერ განდევნილი იქნენ აფხაზეთის ტერიტორიიდან აფხაზი მოსახლეობა, აფხაზი გლეხობა მუჭაში დიდი სიყვარულით ერთი მუჭა მიწა აიღეს, გამოახვიეს ყაბალახებში და ნახევარდ მთვარისებურ აფრიალებულ გემბანზე დროშები იყო გემებზე აფრიალებული, ჩასხდნენ და წავიდნენ თურქეთისკენ, თუმცა მოჰაჯირებმა ბევრმა ვერ მიაღწია თურქეთს და ბათუმის აჭარის სანაპიროზე ჩამოსახლდნენ, სადაც დიდი ტანჯვისა და გაჭირვების შემდგომ ნელა-ნელა ისინი შესახლდნენ აჭარის მაღალმთიან სოფლებში. მათ დაარსეს სოფლები ფეიზა, სალიბაური, ანკისა და ერთ-ერთი მათგანი არის ფერია. ბრძანება იყო გაცემული აი ჩვენ გვარზე განსაკუთრებით, რომ ვინც ეწინააღმდეგებოდა რუსულ ექსპანსიას ყველაზე მეტად ამოეწყვიტათ ყველა თუ და დრო მოფცეს ასეთი ამადამაში დროშ თუ ჩაეტიეთ წადით და აღარ გერჩით. ძმა არ გაგიწევს აი იმ ძმობას აი ასე როგორც აქაურმა აჭარულობამ, ქართველობამ შეგვინდოსავით, აი მიგვიღო. ბათუმში ისტორიულად მუჰაჯირობის პერიოდიდან შემდგომ პერიოდში ძალიან ბევრი აფხაზური ოჯახი ცხოვრობს, ეთნიკური აფხაზები, ჩვენი ძმები, ჩვენი მეგობრები. არასდროს არ ყოფილა განსხვავება ქართველსა და აფხაზურის შორის, არასდროს არ ყოფილა განსხვავება სხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის. ჩვენ ტრადიციულად, ისტორიულად, კულტურულად განუყოფლები ვართ ერთმანეთისაგან. ამიტომ განსაკუთრებული განცდა ყოველთვის, რომ აი შენი მეგობარი იყო აფხაზი და იყო სხვა ეროვნების, ესეთი არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ ერთად თვლით თავს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტორიული, კულტურული, ნათესაური კავშირები გვაქვს, რომელიც ოდითგანვე მოდის და ამიტომ ერთ აღნიშნვა ყველაზე მთავარი, რომ აფხაზები ჩემის აზრით და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ყოველთვის თავს გრძნობდნენ საქართველოში და გრძნობენ განსაკუთრებით ბათუმში ძალიან კარგად, როგორც საკუთარ სახლში.
სოფელი ფერია ხელვაჩაურის რაიონს ეკუთვნის. აქ აფხაზები მრავლადაა ჩასახლებული. ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრირებულნი არიან და ამის დასტურია აქ ქართულ-აფხაზური ოჯახების სიმრავლე. ეს ასლან მუსხაჯბასა და მანანა ქათამაძის აფხაზურ-ქართული ოჯახია. წყვილი ცალკე ცხოვრობს, მაგრამ ისინი სტუმრებს ტრადიციისამებ მუსხაჯბების დიდ ოჯახში ღებულობენ, სადაც ქალბატონი ნათელა უხუცესია. მოვაჯირობის დროს წამოსულები არიან, ზოგი თურქეთში წავიდა, განაწილებული ვართ ასე ფერიაში, კარადოქში, ქალაქშიც არიან და ასე ვცხოვრობთ და აფხაზები აჭარაში მით უმეტეს ძალიან ბევრი ოჯახია, რომ დიდი ხნის ისტორიაა მაგის, რომ ერთად თანაცხოვრებას ეწევიან და არც არანაირი ქართულება არ ყოფილა. მუსხაჯბების ქართველი რძალი ამბობს, რომ არ გასჭირვებია ამ ოჯახში დამკვიდრება, რადგან ტრადიციები მეტნაკლებად ერთი აქვთ. მით უმეტეს ამ აფხაზურ გვარს ისტორიულად მოსდგამდა ქართველებთან დამოყრება. ვიკითხე გვარი. მუსხაჯბა მეუნება. წარმოიდგინეთ, გვარი ვერ დავიმახსოვრე. მესია მოუნა, მართლა მესია, გულწრფელად ვამბობ ამას. ხოდა ესე ქორწილი ძალიან მალე შედგა. მეორე დღე არის და დედამთილი მამჩეს, ხოდა მეუბნება, რომ შვილო ერთ რამეს გეტყვიო. ამ ოჯახში იყო ჩემი მამამთილი აფხაზი იყო და ძალიან ტრადიციული კაცი იყო და პატივს სცემდა თავის აფხაზურ ტრადიციებს. წარმოიდგინეთ, ჩინცხილაძის ქალიც ყავდა და აი ეს ქალიცო ისეთი ქართული ტრადიციებით მოვიდა აქ, ისეთი რომ იტყვას, აი შეხმატკბილებული იყვნენ ესენი ერთმანეთში, ისე გაუთქვათ ეს ქართველები ამ აფხაზებს ოჯახშიო, აი ჩემმა მეუღლემაც ქართველი მომიყვანა მეო და ასე რომ გძელდება ეს ტრადიცია და რა ვქნა მე რა საუბრობდი, მეც ქართველი მოვიყვანე უკვე ძლებ. ჩემი ორი მაზლი მყავს, ორივეს ქართველებია, დონბაზის ქალი ერთი, მეორე კი მიქელაძის ქალი. აჭარაში მცხოვრები აფხაზები და ქართველები თვლიან, რომ მათ ურთიერთობებს აფხაზეთის ომმა ჩრდილი ვერ მიაყენა. ასლან მუსხაჯბა ომს შეცდომად მიიჩნევს და ამბობს, რომ აფხაზებისა და ქართველების ერთად ყოფნა გარდაუვალია. რაც მოხდა, ეს ძალიან ცუდი რამ მოხდა, არა მარტო აფხაზებისთვის, ქართველებისთვის, საერთოდ საქართველოში ცხოვრობს, ყველამ განიცადა და ყველასთვის იყო ძალიან ცუდი რამ, რომ გურნალია და ისევ თვითონ ხალხი შეძლებს, რომ ერთმანეთთან კიდევ დაახლოვდნენ. მაყოფილი იქნებით, რომ იქნებოდეს შერიგება და უფრო კარგობა. რა გამოდის სიძულვილით არაფერი არ გამოდის. ასლანის დაც მანანა მუსხაჯბაც ქართველზეა გათხოვილი. უფროსი ძმა ავთანდილი ნოსტალგიით იხსენებს სოხუმში მცხოვრებ აფხაზებთან ურთიერთობებს. მუსხაჯბების ოჯახის პატარა წევრი ალექსი კი სტუმრებს ქართულ ლექსს უკითხავს. ვეფხვის ყაოსანო, ჩემო ლუსტუალება, იცით ვინ დაწერა? შოთა რუსთაველმა. მე ვარ მანანა მუსხაჯბა, ეროვნებით აფხაზი. გავრთხოვდი ქართულ ოჯახზე. ჩვენ ძმებს აფხაზეთში ყველას უსურვებს, რომ როგორც ჩვენთან მეგობრობა გვაქვს ქართველებს და აფხაზებს, ისე აღდგენილი იყოს მაგენთანაც და ყოფილიყოს მშვიდობა, ყველაფერს კარგს უსურვებდი. და გვინდა რომ კიდე აღსდგეს და იყოს ურთიერთობა, მეგობრობა, იგენი ჩამოვიდნენ, ჩვენ წავიდეთ. ყველას უსურვებთ, რომ ერთიან საქართველოში ეცხოვროს. სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში თვალში საცემი აქაურობისთვის ჩვეული ქართულ-აფხაზური ერთიანობა დაგხვდა. ჩვენ სოფელში ბევრია ქართულ-აფხაზური და აფხაზურ-ქართული ოჯახები. სკოლაში 24 აფხაზი მოსწავლე სწავლობს. ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიან აფხაზი პედაგოგები: ლიანა პამბა, ნინო აშმეიბა. ეროვნებით აფხაზი ვარ. ავირჩიე რომ ყოფილიყავი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ჩემი აფხაზეთი რა თქმა უნდა არის მოუშუშებელი, მოუნელებელი, ჩემთვის ტკივილია რა თქმა უნდა. და ჩემი ოცნება ის იქნება რომ აი ჩემი აფხაზეთი ისევ ჩემი სამშობლოს რა თქმა უნდა განუყოფელი ნაწილი გახდეს. სკოლის კონტინგენტისგან ბავშვების მაღალი კლასის მოსწავლეები კარგად ფლობენ აფხაზურ ენას და თავისუფლად საუბრობენ და ძალიან დიდი სურვილი აქვთ რომ სკოლაში გაიხსნას აფხაზური ენის კურსები. სამომავლოდ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რომ სკოლაში ერთ-ერთ დამატებით საგნად შემოვიდეს აფხაზური ენის სწავლება. ზაფხულს არდადეგებს ატარებენ აფხაზეთში და ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაცია ჩამოვაქვთ. აქედან მიაქვთ მათი ხელთნაკეთი ნამუშევრები. აი ეს ნაკეთები ჩვენი გზავნილები მიდის აფხაზ მოსწავლეებთან და ბავშვებთან წელს ზაფხულში
ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ჩვენ იმდენად ხელდამშვენებული ჩავედით სკოლის ხელთნაკეთებით, რომ ჩვენ ეხლა სანაცვლოდ რომ ჩამოხვალთ ველოდებით აფხაზეთიდან პატარა გზავნილებს, წერილებს, მოფერებას და ბავშვების ხელთნაკეთებს. ფერიის საჯარო სკოლას ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია სოროპტიმისტ ინტერნაციონალის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ. მაგრამ მოვარდა უეცრად ომი, ბავშვობის მყარავი. სკოლის მოსწავლეები თავიანთი შემოქმედებით ეხმაურებიან მუჰაჯირობის პრობლემას და იმ ტკივილს, რაც ამ მოვლენამ მოუტანა აფხაზებსა და ქართველებს. აფხაზეთი მარადიულ ფიქრა დამრჩა. აფხაზეთში წინაპართა ძვლები დამრჩა. აფხაზეთში საკუთარი ძმები დამრჩა. პრიალაცა ედემის ფრად მომზეული. დაახლოებით 200 ოჯახი არის აქა, რომლებიც ქართულ-აფხაზური არიან, სკოლაც ასეთივე ინტერნაციონალური შემადგენლობისა. აქ არის ტრადიცია ჩამოყალიბებული ეს მეგობრული ურთიერთობები. აქ არის ის ატმოსფერო, რომელმაც უნდა გადაინაცვლოს ყველა აჭარის და მთლიანად საქართველოს მასშტაბებში, რათა პატარა ბავშვებიდან დაიწყოს ახალგაზრდობის სვლა, რომ იცოდეს, უყვარდეს აფხაზეთი, რომ იცოდეს ისტორიული ჩვენი ურთიერთობები. მე ვარ მე-6 კლასის მოსწავლე რუსლან ჭოლოკავა. მინდა რომ თავისუფლად გადავიდეთ აფხაზეთში, მართულხლათები მოაშორონ. მინდა რომ ვიმეგობროთ აფხაზებმა და ქართველებმა და ერთად ვიყოთ. დღეს როცა საუბარია სახალხო დიპლომატიის გზით ქართველთა და აფხაზთა შერიგებაზე, აუცილებელია ახალგაზრდების მეტი ინფორმირებულობა ქართულ-აფხაზურთან ცხოვრებაზე და მათ ტრადიციებზე. მიიჩნევენ აჭარაში მცხოვრები აფხაზები და ქართველები. პროგრამა ქართულ-აფხაზური საგას ფარგლებში დაფუძნდა აფხაზ ქალთა კავშირი ამრა, რომელსაც აფხაზი ქალბატონი ნინო ხალიტბა უძღვება. კავშირის მიზანია ეროვნებით აფხაზი ქალბატონების, პედაგოგების, ექიმების, მხატვრების გაერთიანება. მიზანი არის ის, რომ პირველ რიგში გავაერთიანოთ ბათუმელი აფხაზები. რაც ბათუმში აფხაზი ხელოვანია, მათი ნამუშევრები გამოფინეთ მუზეუმში. ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ გაეცნო ბათუმს, რომ ძალიან კარგი აფხაზი ხელოვანი ხალხი გვყავს. ეს გამოფენა რომ გავაკეთეთ ბათუმში, გამოხმაურება მოხდა აფხაზეთში. ბევრმა გაიზიარა ჩემი ეს საქმიანობა. ძალიან ბევრმა აფხაზეთში. და ბევრს იდეა დაებადა, რომ რატომაც არის, რომ გაკეთდეს ეს აფხაზეთშიც. ბათუმში ფუნქციონირებს ასევე აფხაზური საკვირაო სკოლა, რომლის დამფუძნებელიც ეროვნებით აფხაზი ადა ქუთელიაა. აფხაზი ქალბატონი ბათუმში აფხაზური კულტურის ცენტრის გახსნის ინიციატივით გამოდის. ეს კი სოფელ შარაბიძეებში ომარ ზოიძის კარმიდამოა. ომარი პროფესიით იურისტია და ერთ-ერთ სამშენებლო ფირმაში უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს. მისი მეუღლე ეროვნებით აფხაზი ოქსანა კვიცინია კი ჟურნალისტია. ისინი 4 წელია შეუხდნენ. ეს პატარა გოგონა სახელად ადიცა მათი შვილია. ოქსანა სულ რამდენიმე წლის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმის მერიაში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო სამსახურში მუშაობდა. დღეს კი ზოიძეების ოჯახში დიასახლისობას გვიწევს და თვლის, რომ ბედნიერი დედა და მეუღლეა. იყო ომი, ამიტომაც ჩემთვის ბუნებრივია რთული და ძნელი იყო ქართველზე გათხოვების გადაწყვეტილება. მე ეს არჩევანი გავაკეთე. სიყვარულმა გაიმარჯვა, მას საზღვრები არა აქვს. პირველად რო ჩამოვიდა, მყავდა აფხაზურ ოჯახებში, იგრძნო რომ აფხაზი საქართველოში მეორე ხარისხოვნად არასდროს არც იყო და არც იქნება. თვითონ დაარწმუნდა ამაში. არ მინდა პოლიტიკურ საკითხებს შევეხო, რადგან ორივე მხარისთვის მტკივნეულია. ამას პოლიტიკოსები მიხედავენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი გამონახავენ შეხების წერტილებს, რათა მოაგვარონ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები. გამიხარდა, რომ მისმა ძმამ ქართველი მოიყვანა ახალაია, როგორც ჩვენ გავიცანით Facebook-ზე, ისე გაიცნენ ერთმანეთი, შეუყვარდა. ზოიძეების აფხაზი რძალი ოქსანა ამბობს, რომ ბედნიერია იმით, რომ მათი ქართულ-აფხაზური ოჯახი საქართველოს პატრიარქმა დალოცა. პატრიარქთან მიღებულ შთაბეჭდილებებსა და განცდებს ვერ გადმოგცემთ. ესენით აღუწერელია, ეს თავად უნდა იქრძნო. იმედია უფალი შეისმენს ქართველთა და აფხაზთა შერიგებისთვის პატრიარქის ლოცვას. გია აგირბა ბათუმში დაიბადა. ისიც აქ მცხოვრები სხვა აფხაზების მსგავსად აფხაზი მუჰაჯირების შთამომავალია. ამბობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე გაუცხოება მას არასდროს უგრძნია აჭარელი ქართველებისგან. მე ვარ გია აგირბა, ეროვნებით აფხაზი.
50 კაცი ვარ. ერთხელაც კი არ მიგზნია რომ შენ აფხაზი ხარ და შენ აღარ ხარ. ესეთი ამ მქონია ცხოვრებაში არ არის. არც ბათუმში, არც თბილისში და არც აბსოლუტურად. თითქმის ყველა აფხაზს აჭარელი ყავს მეუღლე. არ არსებობს ოჯახი არ იყოს იქ. ძალიან. აქ მას ხშირად სტუმრობენ აფხაზები და ცნობილი ქართველებიც. ხუმრობს რომ აჭარული ხაჭაპური ყველას ერთნაირად უყვარს. გია აგირბა სოხუმში გეგმავს საკონდიტროს გახსნას და ამბობს რომ ეს საქმე მას სოხუმელ აფხაზებთან დაახლოებს. ეხლა ვიყავ ჩასული მიწვეული ვიყავ უბრალოდ. უნდათ რაღაცა ესეთი რაღაც გამეკეთებინა ეგ სოხუმში. და ფიქრობენ და ნახო შეიძლება გავაკეთოთ კიდეც. ჩვენ ვართ ნები და ძმები და მინდა შევიდეთ. მინდა ვიყოთ ერთად. ამიგერ ერთიან საქართველოში. და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ხალხმა. როგორ აი სიტყვით მე ჩავალ და გავხსენ სახაჭაპურეს იმად აქ ჩამოვიყო ბევრი ჩამომიყვანია კიდე თბილისში ძალიან ბევრი ჩამომიყვანია მინკუნდალი ოპერაციები გამიკეთებია ესეც გამიკეთებია კი ბატონო აჭარაში სტუმრობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ მუჰაჯირობის დროიდან ქართველებსა და აფხაზებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ასეთივე ჰარმონიული წარმოუდგენიათ მათ მომავალში ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, რის მაგალითსაც ისინი თავიანთ კუთხეში აჭარაში ხედავენ. მე მყავს ძალიან ბევრი აფხაზი მეგობარი, ძალიან ბევრი და სისტემატურად მაქვს ურთიერთობა, მობრძანდნენ. ყოველთვის სტუმრების მადლიერები ვართ სტუმრობით. ჩამოვძანდეთ თვითონ ნახოთ. რანაირი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ერთმანეთში. ეს იქნება ჩვეულებრივი, მეგობრული, ნათესაური, ის ახლო ურთიერთობა, ის პატივისცემა, ის დამოკიდებულება, რითაც არ იზღუდება ერთმანეთში არავინ. ეს უნდა ნახონ უბრალოდ. ჩვეულებრივად ცხოვრობთ ერთად ყველა. ამას წინათ ვიღებდით ფილმს არზაყან ემხვარზე. გახდით ენგურის ხიდზე, რომელიც უკავშირდება აფხაზეთს. უნდა ვისწავლოთ იმათი ენა, ვინც აქ ჩემთან ერთად, ჩემს გვერდით, ჩემი მეგობრები არიან. მათთან ერთად ვსუნთქავ, მათთან ერთად გვიყვარს, მათთან ერთად გძულს და უამრავი ის გრძნობები, ავი თუ კარგი, ერთად გაგვაჩნია ეს. და განსაკუთრებით მინდა მე ჩემს ძალიან ახლო აფხაზ მეგობართან გია აგრბასთან ურთიერთობის შესახებ ცოტათი გითხრათ, რომ ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს და ეს უნდა იქცეს სამაგალითოდ, სიმბოლოდ, თუ როგორ მეგობრობენ აჭარაში ერთმანეთს ეს ორი კაცი და მე მინდა რომ მოხდეს ისე, რომ მე და გია აგრბამ აქედან პირველმა გავიაროთ იმ ხიდზე, სადაც მე ვიდექი და ძალიან დიდი წუხილი თუ შენახული სიხარული ვიგრძენი მაშინ ჩემში. ყველა ქართველის ოცნებაა ის, რომ აფხაზეთი დაუბრუნდეს საქართველოს, აფხაზები დაგვიბრუნდნენ ჩვენ და ისევ ვიცხოვროთ, როგორც ადრე ცხოვრობდით. ეს არის და ხუბ იყალზარცა თინჩრა ჰარავაჟლარ ვაჰა ირზანამგარც იყაზი ჟაშუქსა რაფხა ათინჩრა აილი ბაკარა ამან შალარა